რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს ამერიკაში ვიზიტი თეთრი სახლიდან არ დაუწყია. ის პირველ რიგში კალიფორნიის სილიკონის ველს ესტუმრა და შტატის გუბერნატორ არნოლდ შვარცნეგერთან ერთად წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებსა და პოტენციურ ინვესტორებს შეხვდა. მოსკოვს სურს საკუთარი სილიკონის ველი ჰქონდეს, რომელსაც სახელად Skolkovo ერქმევა. ეს ცენტრი ჩვენს ქვეყანაში არსებული საინოვაციო სისტემების მამოძრავებელი ძალა იქნება. ის თავიდანვე გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიანი უნდა იყოს. ეს კი ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც აქამდე ვაკეთებდით. ახლა ნამდვილი მუშაობა უნდა დავიწყოთ. რა არის Skolkovo? ამ ეტაპზე ეს მოსკოვიდან 20 კილომეტრში მდებარე 370 ჰექტარი цаრიელი მიწაა. მომდევნო 3 წელიწადში მთავრობა სამეცნიერო და ინოვაციური ცენტრის ასაშენებლად 5 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციის ჩადება აქვს დაგეგმილი. პროექტმა უკვე მიიზიდა ისეთი კომპანიების ყურადღება, როგორიც არის Siemens, Microsoft, Google, Nokia და Intel. Cisco Systems-ი ცენტრის პირველი მობინადრე გახდება. მედვედევის კალიფორნიაში ვიზიტის დროს კომპანიამ 1 მილიარდი დოლარის ინვესტირების პირობა დადო. Skolkovos გენერალურ მენეჯერად რუსი მილიარდერი, ნავთობისა და ალუმინის მაგნატი ვიქტორ ვექსელბერგი დაინიშნა. მონაწილეების სტატუსი 10 წლის განმავლობაში აქტიური იქნება. მათ დამატებითი ღირებულების გადასახადში შეღავათები დაუწესდებათ. გარკვეულ შემთხვევებში კი ინვესტორები მთლიანად გათავისუფლდებიან უძრავი ქონებისა და საპენსიო ფონდის გადასახადისგან. ბოლო 10 წლის მანძილზე რუსეთის შემოსავლის ძირითადი წყარო ნავთობისა და ბუნებრივი აირის გაყიდვებია. კარნეგის ფონდის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელ ნიკოლაი პეტროვის განცხადებით, კრემლს იმედი აქვს, რომ Skolkovo ამ ტენდენციას შეცვლის. ამ პროექტის ზოგადი იდეა იმ ფაქტს უკავშირდება, რომ რუსეთის ეკონომიკური განვითარების ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირების მოდელი თითქმის დასრულდა. ამ ველის დანიშნულება კი ის არის, რომ ქვეყანას ალტერნატიული მოდელი შესთავაზოს. Skolkovos მხარდამჭერები იმასაც ამბობენ, რომ ცენტრის გახსნა იმ ნიჭიერი რუსი მეცნიერების, ტექნოლოგიური სპეციალისტებისა და მეწარმეების სამშობლოში დაბრუნებას შეუწყობს ხელს, რომლებმაც ქვეყანა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ დატოვეს. სამწუხაროდ, ეს სოფლის მეურნეობას გავს. იმისთვის, რომ მცენარე გაზარდო, მთელი გარემო ხელს უნდა გიწყობდეს. სხვა შემთხვევაში ეს მცენარე დაიღუპება. ასე რომ იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო მათ იგივე პირობებს შეუქმნის, როგორშიც ისინი ახლა ცხოვრობენ, ემიგრანტების უკან დაბრუნება შესაძლებელია. ქვეყნის მოდერნიზაციასთან დაკავშირებით მოსახლეობა ხელისუფლებას არ ეთანხმება. ცოტა ხნის წინ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობას მიაჩნია, რომ მოდერნიზაციის გეგმის განხორციელება კორუფციისგან და ბიუროკრატიული შეზღუდვებისგან ქვეყნის გათავისუფლებით და არა ტექნოლოგიური განვითარებით უნდა დაიწყოს. Skolkovos მშენებლობა სავარაუდოდ 2011 წელს დაიწყება. ირინა ცერცვაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.